Ljubljanas ქუჩაზე არის ხანძარი, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვეუბნებიან, ხანძარი არის უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც არის პროფილაქტიკას ავტომობილო. ჩვენ ვიყავით გაცილებით ახლოს, თუმცა ახლა გვეუბნებიან, რომ აქ ჩვენი ყოფნა არის სახიფათო, ამიტომ აღარ გვაძლევენ აქ მუშაობის საშუალებას, თუმცა გადავიღეთ კადრები, როგორ იწვის პროფილაქტიკა, დამატებით დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რადგან ერთადერთი ინფორმაცია, რასაც გვიდესტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ ეტაპზე არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი, არის ცეცხლის ღია კერები. არ ვიცი ახლა ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე რამდენად კარგად აღიქმება, თუმცა მაქსიმალურად ვეცდები გაჩვენოთ, რომ ახლაც საკმაოდ სერიოზული ხანძარია, არის დაკვამლიანება. ჩვენ აქ ვნახეთ მოქალაქე, რომელსაც ვესაუბრეთ, ვკითხეთ, როდის შენიშნა ხანძარი და გითხრა, რომ დაახლოებით 1 საათია, რაც ადგილზე არის ეს მოცემულობა. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით მასაც არ აქვს ინფორმაცია. ახლა ვეცდები მაინც მივუახლოვდე და რამდენადაც შესაძლებელი იქნება გაჩვენოთ. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, როგორც უკვე გითხარით, არ გვაძლევენ უფრო ახლოს მისვლის საშუალებას და გვეუბნებიან, რომ ლენტის მიღმა გადმოსვლის უფლება არ გვაქვს. კადრშიც ალბათ აღიქმება, რომ აქ არის სერიოზული დაკვამლიანება. ადგილზე არ არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ აქ მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მათ არ ქონიათ ჩვენთან კომუნიკაცია. აქ მხოლოდ და მხოლოდ სახანძროს ავტომობილები არიან და უშუალოდ ჩართულები არიან ცეცხლის ქრობის პროცესში. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, ჩვენ ვეცდებით, რომ გადავინაცვლოთ უშუალოდ ქუჩაზე და იქ გავარკვიოთ მეტი დეტალები. ამ მომენტში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ გავიდეთ ქუჩაში და აქ აღარ გავაგრძელოთ მუშაობა. ეს არის კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორია, არის ლუბლიანას ქუჩა. მე კადრში მაქსიმალურად ვეცდები, რომ გაჩვენოთ. ახლა რამდენიმე სახანძროს ავტომობილი არის ადგილზე და კიდევ მინდა გაჩვენოთ კადრი იწვის ახლა კინოსტუდია, უბრალოდ კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პროფილაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ აქ უკვე არის ჩართული არიან პროცესში სახანძროს წარმომადგენლები, სახანძროს ბრიგადები, ჯერჯერობით ისევ არის ღია ცეცხლის კერა. ახლაც მოგვიწოდებენ, რომ გადავიდეთ და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დავტოვოთ უშუალოდ პროფილაქტიკის მიმდებარე ტერიტორია. ერთი საინტერესო დეტალი კიდევ ამ პროცესში არის ის, რომ გარშემო არის ძალიან ბევრი ავტომობილი და ალბათ ეს კიდევ დამატებითი საფრთხის შემცველია იმ რისკებიდან გამომდინარე, თუ კი ცეცხლი გავრცელდება და მისი ქრობის პროცესი იქნება შეფერხებული. უკვე ესაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. აი მოქალაქეები გადმოვიდნენ ლენტთან, მოდი ახლა ვესაუბროთ. გამარჯობა ქალბატონო, მოვიდეთ დიმა და ვკითხოთ ქალბატონო, თქვენი ვინმე ხომ არის შიგნით? არა, ჩვენი არა. კითხვებს ვამდით როგორც ხო, არავინ არ არის, უბრალოდ ცეცხლი რამდენი ხანია რაც არის თქვენ აი ინფორმაცია? ეხლა ჩამოვედით ამ წუთას. კი ბატონო, პროფილაქტიკაა, ხო? კი, პროფილაქტიკაა მანქანების. კი ბატონო, კარგი. ხო, ვეცდები მე ახლა გადავიდე, კიდევ ვესაუბრო რამდენიმე ადამიანს, არ ვიცი ვის შეიძლება ქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ზოგიერთი მათგანი ჩვენთან კომუნიკაციისას იკავებს თავს, სახანძროების რამდენიმე ტოვებს ერთ-ერთი ავტომობილი ტერიტორიას. მოკლედ, ასეთი მოცემულობა არის ადგილზე, როგორც უკვე გითხარით. მუშაობს სახანძრო იმისთვის, რომ ჩააქროს ცეცხლი. აქ არის სერიოზული დაკვამლიანება და აქედან გამომდინარე რთულია ადგილზე მუშაობა. მოდი შეგვიძლია აქ კიდევ ვესაუბროთ ხალხს. გამარჯობა ქალბატონო, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. თქვენ არ შეგინიშნავთ რამდენი ხანია რაც ცეცხლია? იქიდან მიხედებოდი ზემოდან და ისეთი იყო. მე თქვი რაღაცა ბომბი ხوار ჩამოაგდეს მეთქი. ანუ სერიოზული ხანძარი იყო? ძალიან სერიოზული. უკვე ესრენი რომ მოვიდნენ, პაჩტი ყველაფერი დამწვარი იყო. კი ბატონო, კარგი. ანუ რომ მოვიდნენ უკვე დამწვარი იყო ყველაფერი? კი, უკვე ალი უკვე ჩაქრობილი ისე რა. ცოტა იყო ალი. კი ბატონო. ახლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ დანარჩენ ქალბატონო, რამის ხმა გსურთ? არა, არაფრის ხმა არ მსურს, უბრალოდ უკვე დამწვარი იყო, არა, როგორც კი იყო აფეთქების ხმა, ზუსტად 2 წუთში სახანძრო მოვიდა. ეხლა ცეცხლი როგორ მოედო შიგნით, ვინით? რამდენი ხნის წინ მოხდა ეს? დაახლოებით ალბათ 10-15 წუთის. წამებში სახანძრო აქება. პროფილაქტიკაა, ხო? კი, როგორც ახლა არის შიგნით თუ გაქვთ ინფორმაცია? აბსოლუტურად არავინ არ არის, ადამიანი არავინ არ არის, არის მარტო მანქანები. კი, გარშემოთ საკმაოდ ბევრი ავტომობილია და ეს ამატებით რისკებს აჩენს, თქვენ ვერ ხედავთ? გასაგებია, მაგრამ საფრთხეს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ხედავ, იმიტომ რომ ამდენი სახანძროა მოსული და
აკრობენ და ეხლა რა ქნან სხვა რა გზაა ბატონო, კარგით, მადლობა. მე ვეცდები გავესაუბრო კიდევ აქ მყოფ ადამიანებს. ახლა ადამიანები არიან დაბნეულები, როგორც გვეუბნებიან, გაიგეს აფეთქების ხმა. სხვათა შორის ცეცხლის გაჩენის პროცესთან დაკავშირებით უკვე დაგვიდასტურეს პოზიცია, გვეუბნებიან, რომ დაახლოებით 1 საათის წინ შენიშნეს და ამის შემდგომ შევიდა შეტყობინება 112-ში. მე ვეცდები კიდევ მაქსიმალურად რომ გაჩვენოთ კადრი. ახლა მიმდინარეობს ქრობის პროცესები. ხედავთ, რომ არის ცეცხლის ღია კერები. სახანძროს ავტომობილები ამ მომენტშიც მუშაობენ იმისთვის, რათა ეს ღია კერები ჩააქრონ ამ ეტაპზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ვითარებას, რომელიც არის ადგილზე და მოგაწვით ინფორმაციას, რომელიც მოგვეწოდა 112-მა, გვეუბნებიან, რომ ეს არის პროფილაქტიკის ტერიტორია, ეს ადგილობრივებისგანაც მოვისმინეთ, ცეცხლს აკრობენ ამ ეტაპზე. არის თუ არა შიგნით ვინმე, არის თუ არა მსხვერპლი ამ დეტალებთან დაკავშირებით, არ გვაქვს ინფორმაცია. ცხადია, გავაგრძელებთ მოკვლევას, ვეცდებით გავარკვიოთ, ვინ არის მფლობელი უშუალოდ ამ ტერიტორიის და ასევე იმ მოქალაქეებსაც გავესაუბროთ, რომლებიც შეესწნენ აქ არსებულ ვითარებას. გეტყვით კიდევ იმას, რომ ეს ადამიანები ჯერჯერობით არიან დაბნეულები, არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, ამიტომ მოვიკვლევთ, გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში უფრო მეტი დეტალით.